გამარჯობა, თანამდე გავაგრძელებდეთ ჩვენს CAP კურსს, მინდა ძალიან მოკლედ თქვა. ესე იგი, ძირითადად CAP კურსში რა ხდება, რომ არის ესე იგი ლექციები ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების შესახებ, ამავე დროს არის მოძრაობით გამოხატული პრაქტიკები, სხვადასხვა ენერგიების მოსაზიდად, ამავე დროს არის მოცემული მედიტაციები. ეს რაც ევგენიას ჰქონდა. მე ჩემი დავამატე, უკვე ჩემი პროფესია რაც არის და ჩემი პირადი დიდწლიანი გამოცდილება რაც არის, ეს არის ფუტკრის, ცვილის, სანთლის, ასევე ენერგეტიკული პრაქტიკებია ესეც და უფრო მაგიურ ეზოთერიკული არის, მაგრამ ყველაზე მე ავირჩია ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე უსაფრთხო ნებისმიერი ადამიანისთვის უსაფრთხოდ გამოსაყენებელი სტილით, ასე ვთქვათ, ხო? აქ შეიძლება რომ გამოიყენოთ ფუტკრის, სანთლის, როგორც გრეხილები, ანუ სპირალურად როდესაც გრეხავენ ერთად, ხო? ესეთი გრეხილები, რა თქმა უნდა, მოსაზიდად უნდა იყოს ძირიდან ზემოთი გრეხება, ცათის ისრის მიმართულებით, გარდა ცოცხლისა. ცოცხი პირიქით ზემოდან ქვემოთ უნდა დავგრეხოთ, ცათის საპირისპირო მიმართულებით, ანუ უშვებთ, ხო? რაღაცას უშვებთ, ხო და გარდა მაგისა მე კიდევ თქვენ შემოგთავაზებთ, ანუ აქ მე შემოვიტანე ცეცხლი, რუნები და ცვილი, ხო? თვითონ ცვილი, ფუტკრის ცვილი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ თავშემადგენლობით თვითონ ძალიან ახლოს არის ადამიანის შემადგენლობასთან. გარდა მაგისა, ბუნებრივი პროდუქტია, ყვავილებისგან მოპოვებული, ესე იგი ყვავილების მტვრებისგან მოპოვებული მასალით, ამას ამზადებს ცოცხალი არსება ფუტკარი, ხო? და საეკლესიოდაც ითვლება, რომ ყველაზე სუფთა და მისაღები პროდუქტია, პარაფინი საერთოდ დაუშვებელია, თუმცა რუნებში პარაფინი შეიძლება, იმიტომ რომ რუნების მაგიისას დატვირთვა მიდის თვითონ გამოსახულებებზე, ანუ რუნების შინაარსზე და თვითონ ცეცხლზე, ცეცხლით აქტივაციაზე, ხო? მაგრამ რადგანაც ფუტკრის ცვილი დამატებით კიდევ რუნების გარეშე და იდეალურად მუშაობს, როდესაც გვაქვს განზრახვა, თუმცა ეს განზრახვა თანამედროვე სიტყვაა და ეს პრაქტიკები, რასაც მე გთავაზობთ, გაცილებით ძველი წარმოშობის არის და მაშინ ძირითადად იხმარებოდა სიტყვა ნება. ნება, ანუ რუსულად ვოля. ეს სურვილი უფრო ისეთი რაღაცა არის, რომ ანასრულდება და ანარა და ნება არის უფრო ბრძანებასა და სურვილს შორის რა. ანუ თან თამდაბალია, მაგრამ თან მტკიცია. ეს არის ნება. ადამიანის ნება, ხო? და ნებისმიერი პრაქტიკის დროს, სასურველია რომ გააკეთოთ ჯერ ფიზიკური პრაქტიკა, რასაც ევგენია გვასწავლის და მე მედიტაციური და ყველაზე ბოლოს უკვე წყნარად რომ დავჯდებით, მაშინ შეიძლება უკვე სანთლის ანთება და ამის უკვე ჩამაგრება, ესეთი რიტუალით, ანუ ყველაფერი ერთმანეთს აძლიერებს. ცალ-ცალკე ყველაფერს აქვს გაცილებით ნახევარი ეფექტი, რო ვთქვათ, ხო? და როდესაც აკეთებ ამას მოძრაობით, აკეთებ ამას ფიქრით, განზრახვით, მედიტაციით, აკეთებ ამას სანთლით, რუნებით, ცეცხლით, ჩამაგრებით, ხო? ეს ძალიან ერთმანეთს აძლიერებს და ძალიან სწრაფ და მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის. რა თქმა უნდა, გაცნობიერება და გააზრებულობა ესეც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ანუ ბრმად ეზოთერიკულ მაგიური რიტუალის ჩატარება უფრო ველის დონეზე ცვლის სიტუაციას, მაგრამ ძალიან გვიან დადის ჯერ ცნობიერში და მე ამოდის ცნობიერში და უფრო დრო უნდა და როდესაც ვაცნობიერებთ, ესე იგი ჩვენ შემხვედრ მოძრაობას ვაკეთებთ, აი როგორც ახლა წარმოიდგინეთ, ხო? რიტუალი, რომელსაც აკეთებ, რომ წარმოიდგინე, რომ ხიდის ერთი თავიდან მიდიხარ შუისკენ,
და გაცნობიერებული პრაქტიკები, ხო? ხიდის მეორე ბოლოდან მოდიხარ შუასკენ. შეხვედრა, როდესაც ორი მოემართება ერთნაირი სისწრაფით ბოლოებისკენ, ხო? სადღაც შუაში ხდება, ანუ გზა ორჯერ მოკლდება, ვიდრე ერთმა რომ მთლიანად გადმოიაროს ხიდი. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა არის რა. აი ეს ვიზუალურად თუ წარმოიდგინო, ანუ ჩვენ ამ ერთობლიობაში ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ უფრო სწრაფი შედეგისთვის და მარტო სწრაფიც არ არის, ანუ ინტენსივობაც, ხარისხიც, ბევრი რაღაცა იზრდება. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ შამანური ტექნიკა, რაც მდგომარეობს რაში? დაჭიქი წყნარად და ის პარტნიორები, რომლებიც ცხოვრებაში ყავდათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, დაიწყეთ ყველაზე ახლო წარსულშენით ყავდათ, ანუ ვისაც უფრო შედარებით ახლახანს დაშორდით, ხო? დაიწყეთ ამ ადამიანით და ცალ-ცალკე უნდა გააკეთოთ ამ პარტნიორებზე და დაჭიქით და გაიხსენეთ, ყველაფერი კარგი და მადლობა უთხრეთ. მერე რას ეტყოდით, რაც არ გითქვიათ და თავი შეიკავეთ. ეს გამოთქვით და გარდა მაგისა, რითი ხართ უკმაყოფილო, ასე თქვა საყვედური, ხო? ესეც გამოთქვით. შემდეგ უკვე გაიხსენეთ, რაც რამე ნეგატიური იყო, თქვენი მხრიდან რა ტკივილი, რა ემოცია და რა შედეგები მოყვა, რა მდგომარეობაში ჩავარდით, რა დაგაკლდათ ამ ურთიერთობის შედეგად. და წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ემოცია ყველაზე მეტად სხეულში სად არის. კარგად ჩაუღრმავდით ამას. ჯერ ემოცია ძალიან კარგად შეიგრძენით, ანუ შედით იმ მდგომარეობაში. არ დაზოგოთ თქვენი თავი, იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე ჩავლილია და რატომ ისევ გავაცოცხლო დახურული ჭრილობა, ხო არა? შედით, ამ შემთხვევაში შენს გჭირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხრათ და ამიტომ რატომაც არა, გააცოცხლეთ. კარგად შეიგრძენით ემოცია. ნახეთ ეს სად არის სხეულში შეგრძნების დონეზე. მიანიჭეთ ამას ფერი. და რა ასოციაციებს იწვევს თქვენში, ხო? აი რაღაცა ნივთის, რომელიმე სტიქის, ზომა, ფორმა, ფაქტურა, სურნელი, რაც შეება მეტი მახასიათებლები მიანიჭეთ, ანუ აი რას გაგზნობინებთ, რას ხედავთ, შეიძლება ცოცხალი არსება იყოს, შეიძლება საგანი იყოს, ხო? შეიძლება რაღაცა ცხოველი, წერი, ფრინველი იყოს. ანუ რაღაცა სახეს ხო მიიღებ, შეიძლება ქოთნის ფორმა მიიღოს, ან დაუშვათ თოვლის გუნდის, ან თიხის, მოზელილი თიხის, ან ტალახის, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მე ხო უბრალოდ ჩამოვთვალე, იმიტომ შეფასულად ეკლიანი ტოტის სახით იყოს, რაც გფაჭნით, ხო? ანუ ამას მიეცით რაღაცა მატერიალური ფორმა, ანუ გადაიტანეთ აბსტრაქცია, ტკივილი, ხო? ანუ აბსტრაქციული მდგომარეობა. გადაიტანეთ მატერიალიზირებულ ფორმაში თქვენს წარმოსახვაში და წარმოიდგინეთ, რომ იქ სადაც ეს გააქვთ, ანუ სადაც ეს აღმოაჩინეთ, ხო, ეს ყელშია, გულშია, კუჭშია, ზურგშია, მენჩია, ფეხშია, თავში, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არის, ხო? აი წარმოიდგინეთ ახლა, რომ ეს ამოიღეთ და იმ სიტყვებით, რომ შენი შენთან, მე ჩემთან, რაც შენია, მე არ მჭირდება, გიბრუნებ, ხო? მიეცით. და მადლიერება ამ გამოცდილებისთვის, მადლიერება ამ სწავლებისთვის, გაკვეთილისთვის. აი ესეთნაირად მიეცით. და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ის ადგილი, საიდანაც ამოიღეთ ეს ნივთი, შეავსეთ. აი რაღაცა სასიამოვნოთი, ახლა ვიღაცისთვის შეიძლება სასიამოვნო იყოს თაფლი, ვიღაცისთვის ყვავილის ნექტარი, ვიღაცისთვის მორაბის წვენი, ვიღაცისთვის სუნამო, ვიღაცისთვის სუფლესნაირი, კი არა, კაფე, ვიღაცისთვის რძე. ანუ რაღაცა რბილი, დენადი, არომატული, ღიაფერი, სასიამოვნო შეგრძნებისა და ფაქტურის, აი თქვენთვის რაც არის, ხო? ვიღაცისთვის თოვლია, ვიღაცისთვის კაფეა,
ვიღაცისთვის შოკმანჟე შეიძლება იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, ანუ აი ну რაღაცა ფერი მიანიჭეთ თქვენთვის ასურველი, ანუ ეს უკვე არის რესურსი. ეხლა ამითი შეივსეთ. უბრალოდ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ანუ ეს განთავისუფლდეთ ხო და კიდევ ჩაისუნთქეთ, ეს სასიამოვნოთი შეავსეთ. თუ ერთი ჩასუნთქვა არ გეყოთ, გაიმეორეთ რამდენჯერმე. და როცა კარგად აი სიმსუყესაც კი იგრძნობთ, ისეთ იმას იგრძნობთ, ხო? ნაყროვანებას, ხო? ასეთ დროს მე დააკვირდით უკვე რა რესურსები მოვიდა, რა ემოციები მოვიდა, რა შეგრძნებები მოვიდა, რითი შეივსეთ, ამან რა მოგიტანათ, აი კმაყოფილება, სიხარული, თვითკმარობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი რაღაცა გარკვეული უპირატესობის შეგრძნება თუ რა, ხო? ანუ რა რესურსები მოგიტანათ, შეიძლება გამბედაობა მოგიტანათ, შეიძლება სინაზე მოგიტანათ პირიქით, ხო? აი დააკვირდით ამას ყველაფერს და დაარქვით ამას სახელი. და მე ისე გააკეთეთ, აი რმა ჩაისუნთქეთ და ჩაშენდა ესე გულზე დაიდეთ ესე ხელები და ჩამოშეთ ზემოდან ქვემოთ, როგორც გემრიელი საჭმლის დროს იციან, ხო? აი ჩაშენდა, ყოველი უჯრედის დონეზე ჩაშენდა, ყოველი უჯრედის ბირთვის დონეზე ჩაშენდა, სხეულში ჩაშენდა, მთელი სხეული გაივსო, მთელი ჩემი აურა გაივსო, გარს მომიცვა, კოკონივით რაღაც აბსტრაქტულად იქცა, კვერცხად იქცა, რაღაცა ფერი აქვს, ანათებს, აი ესეთ ინტერპრეტაცია მიეცით და გაიჟღინთეთ, შეივსეთ, გარედანაც აბალოჭკა როგორ არის, გარსი გაიკეთეთ, დამცავი ფენდაც კი შეიქმნით, ანუ აი მაქსიმალური უკვე თქვენი ინტერპრეტაციით წადით რა, რომ უკეთ აი დარესურსდით და აი ესეთნაირად თუ აფრქვევდეთ კიდევაც ამ რესურსს, მარტო თქვენში კი არ იყოს, მეტობაშიც და აფრქვევდეთ. ну ჯერჯერობით ამით ჩვენ დავასრულოთ ეს ჩვენი ლექცია და შემდგომი უკვე სხვა დროს მომავალ შეხვედრამდე.